გარეშე მტრების შემოსევათაგან დაუძლურებულ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებას თანსდებდა უდიდესი ბოროტება. ტყვეებით ვაჭრობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მე-18 საუკუნეში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი გახდა. ყოველწლიურად ათასობით ყმაწვილები და ახალგაზრდა ქალები მიხავდათ უცხო ქვეყნებში. ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დააღვრივა შავი ზღვის ამ სანაპიროზე. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. უკვე თუ ვინმე წარჩინებული ან მდაბიო, აზნაური ან უაზნო, შემდგომად წვრილად გამოძიებისა, აღმოჩნდება დამნაშავე ადამიანების ყიდვა-გაყიდვაში, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და იქნეს ასეთი განუჟელა დაბრმავებული. ხოლო უკვე თუ ვინმე ქთამს აიღებს და თვალს არ დასწრის დამნაშავეს, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და დაშთობილ იქნეს იგი. მოვალ დამელოდე. ჩემო საყვარელო ბიჭო, ჩემო მარჩენალო. ესპერანგის სადაგიხებია, ჩემო ბიჭუნა. დღეს გოჩას მეწიდე, დედაჩემო და მოვერიე. ღმერთმა ქნა შვილო, შენ სიცოცხლეში ვერავინ ვერ მოგრეოდეს.
მთელი დღე ფეხზე დგეხარ, დაღლილი ხარ, ნანა. დიდად განიცადა სოფელმა პატარა გორჩას დაკარგვა. მაგრამ ლაჟვარდი ტეხურის ნაპირებზე ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით. მინდორ ველებზე ისევ შრომობდნენ. Ergis kamzur ki gigoya ვაჟებო, დახკა თოხები. სადილობამ დესვე როგორ მიავიტანოთ. ის შეწევნით შინებული დარია. ვერ გამიგია, მამა. საიდან გაჩნდა ჩვენს ხანაში ამდენი ჭოჭყოთი და დოლობი? პალამოსაგრე ფათრის ლაშქარი უთან შესევია. კაი დახსოვება გწოდნია ბიჭო. შაშანეს კუთხე ერთხელაც არ გაგვიმართლავს ხეირიანი. მართლაც ამბობშილო. ვერ მოასართ მაშინ ამუხუროს გამარგულა. სალაშქროც წავედი. დას ცხევლის მაგათ ხური და ქიაჩი. ხანაკი გაუმარგლავი დაგვისწრ. აი გაიხარეთ. მოდიან. ჩვენს ქალებს სადილი მოაქვთ. ეს ვინ მოდის? ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი. ბაბაია, ხები ხომ არ დააბნია შენ შემოგევლო ჩემი და. ღმერთო დიდებულო, შენ გაუმარჯო ქვეყანაზე მშვიდობის დამამყარებელს. საწყალი გლეხკაც გამგიტყვის. ღმერთო ის ღმაჩვენე, ყანაში უთოფოთ მოვდიოდე. დედაკაც სადილი მარტო მოქონდეს და არაფერს არ ეშინოდეს. მეზობლებო, ხალხს თუ დამალერინებ. ის მინ უნდა იყოს. უკაცრავად ვარ ბატონო კადნიერებისათვის. იმედია პატივისცემ და ტაგუიაბედიასთან ერთად ჩალამღვინოს მიირთმევ. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ობრძანდი. აზნაური ბარდღარევია. დაბრძანდით. ღვინო არ დამელევინება ბატონო. ნოქალაქევის საბანოზე მივდივართ სამკურნალო. მიეცი. სხვა ბატონო ბარდღა, რა ამბავია ქვეყანაზე? მართალია თუ არა რომ მეფისაგან სასტიკი ბრძანებაა გაცემული ტყვეთა მომტაცებლების წინააღმდეგ? ამბობენ მათ თვალებს ხრიანო. მართლა? ამბობენ და ღვია ამბობენ. ახლა მშვიდობიანობაა. უგეშინიათ. როგორ არ უნდა გვეშინოდეს ბატონო?
აი ამასთან მასავით შეზრდილი პატარა გოჩა. ახლახან მოიტაცეს. ესენი ერთად იზრდებოდნენ, დღებს ერთად წემსავდნენ. გაგვია, ეს პატარა ბიჭი ჩემია. დიახ ბატონო, ეს ჩემი ბაბაია, ჩემი ხვიჩა. თუ გიდი მიწყინე ეგ სიტყვა. გარეშე მტერს გაუნკლავდებოდით, რომ ჩვენი თავად აზნაურობა არა. ამბობენ ვითომ ჩვენ ადამიანის სულისკენ უნდა გვედგასო. ახლა კაცის სული კი არა. უსამართლოდ ერთი თიგნის ყურიც არ დაგაკლდებათ. იბრძანდები ჩემო ბატონო. დიახ, დაამებამდე უნდა ჩავიდე. ზამშვიდობისა ბატონო ბარდღა. დიდად გმადლობ, დიდად გმადლობ. ო მადლობ. დედა, შეხედე როგორ დასაძილან ჩვენი მეწყლები. ისინი სულმალით ქვეყნებისაგან გაფრინდებიან. დაიდგენ დედა. შორს, შვილო, ძალიან შორს. აი იქ ზღვის გადაღმა. სადაც სულმუდამ ზაფხული იცის. ვიჯა, შვილო, ხები მართლა არ გარეკო. არ შეიძლება. ინდა ცხელზე შექსვა. მინდა. მოდი ცოტა გავაჭენოთ, ა? ხო. აჰა. დაბრუნდეთ უკან. ჰეი! აიყო ბაბა. თითქოს რაღაც კივილივით მომესმო. ზაღლი ხებს მგონია. აბაბაია, მოვდა ვიღაცა. დედა ჩემი კივი. რაღაც სახირო არის ჩვენს თავზე. Gambavia! Amuvida! Che inviti a carico!
მარად ხვიჩა ნანა შვილა ზეხა ცოტა დამშვიდი ადამიანი აუცილებლად დაიწერია და მოიყვანა ნანა ხვიჩა ბაბა ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელო ბაბა მოგიკვდეს უბედური მამაში ხვიჩა ბაბა ოხრა კარგი ბიჭია ძინავს მაინც როგორ მოახერხე შეღმერთ გამწყნარ სწორედ რომ ეშმაკი ხარ ნამდვილი ეშმაკი რას გეტყვი იცი ქუჩუნა ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო ინატრე მხოლოდ კარგი ცხენა ახლა როგორ ვქნათ დღეს ვიღამით უნდა მივიდეთ იქ სადაც შავი ღელეების რიონს აბა შენ ქუჩუნა ხვალ თავად ჭორიშვილის სახლში დამყოფი კარგი შენ ხომ შემომფიცე შვილო რომ ამ საშინელ საქმეს თავს დაანებეთ ვერა ბავშვს ვერ მოხდი გეუბნები ეს უკანასკნელია დედაჩემ შენ თავსაც დაიღუპავ და ჩვენც დაგხუპავ შვილო განაპირი ვარ ფაძილ ფაშასთან სასყიდელი წინ და წინ გვაქვს მიღებული არა მე დედა ვარ და ამის წნებას არ მოგწევ ეხლავე გააგდე ის შავწერა ყაჩაკი და ბავშვი აქ მომგვა მაინც ჩემსაც ვაინშო იაგუნდისა მარკოს ხუცეს დაუძღე ვაი მობძამ მამაო მარკოს რა დაემართა ქალბატონს ცოტა შეუძლო გახლა ეს შევძერა კაცი ვერ ვიცა იმ პატენში ესა ჩვენი მოგეთე გახლა ოდიშიდან ქალბატონი გთხოვს მარკოს ხუცესი შეხვედრას ჭრელი გველი შეხვედრა მირჩევი მაგ ჩასაზაღლებელმა მაშინათვე შეგამჩინი ეზოში აია თუ ხელში ჩაგიგდეს ფალებს დაგთხიან ორიოს და გაგიშვებენ იარე მერე საერთოდ გინდა მაგ ყოფა გაფული მაგ მაგ სახსენებელ ამას საგდები მაგ რა მოხდა ქალბატონ რა მოძღარ ორცეთ შუა ვარ ჩავარდნი შენ ხომ იცი ჩემმა ქმარმა და შვილმა შეჰფიცეს მეფეს ფაშისათვის წვეები არ მიეწოდებინათ დღეს დილით კი მოეთრია ის ავაზაკი და ერთი პატარა მაწვიდი მოიყვანა მე მაშინვე ყვირილი მოვთე თავი მოვიკავ გამოვტაცე ბაღში და მსახურებს ჩავაბარ მე ხომ ერთადერთი შვიდის დედა ვარ ისეთი სასტიკი ბრძანება გაუწია გონება დავკარგე საშინლად შევიქენდა შეგაწუხე მოძღარ ვაი მე
მესმის ყველაფერი მესმის ქალბატონო დამშვიდით ახლა როგორ მოიქცეთ მოწვარო ბავშვს რა უკვე ბავშვი ჯერჯერობით მე მომეც გავზრდი შევასწავლი რამეს შემდეგ შობელიც მოიძებნება და ჩავაბარო იაგუნდისა ბავშვი მოიყვანე მოდი აქ მოდი ჩემთან ბიჭიკო აი ჩვენი ну гещиня чему битико ракви ხვიჩა мо შენკი ღირსეულო ადამიანი უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიკეთე გბაზოს დამშვიდი ზიარება აღარ გჭირდა დავით ვიჩი მარიკა აბა თუ მიხვდები ვინ მოვიყვანე ეს ვინ არის ვინ უნდა იყოს დედაკაც თუ არ ნაყოფი ჩვენი კეთილი გზიდან ცდომის რა კარგი ბიჭია აგი ამბობდი ხუთესო მაგისთან სამართლინო საქმეები მოისპო განაასიადვილია ძაღლის კუდის გასწორება ბედამწვარი დედაში კარგი გეყოფა ლერტამისა ბავშვს კიდევ უფრო გულს ნუღლა აჯამე რამე და დააცინე ნუ ტირი ხვიჩა დაჯი ხვიჩა ნუ გეშინი შეჭან მერაფრის ამიგეშინი როგორც შენ სახში ისე იყო
წაგვართვა. არა, რა ბიჭი წაგვართვა, მაგ. წერით ხეზე თხასავით ჩამოსაგიდებდა, მაგან. მე რამდენი დაჯოწოლება გამოვიეთ მაგის საკამოყვანაში. კარგა. შეიძლება კიდევ შენებურად მოაგვარო რამე, მაგას უნდა დარდო თავადიშლო. მე რევი არ ყოფილვარ თუ ის ძაღლის ლეკვი ბოლოს ისევ ჩვენი არ იქნეს. ჩაწყო. აქ ერთი მუხლი დაბალი კილოთი უნდა ჩააგალობო. სიმდაბლე თქვენი ცხადი ყამწინასე ყოველთა კაცთა. აკი ერთი მუხლი მაღალი კილოთი უნდა ჩავაგალობოთ. უფალია ყოჩახ ჩემო ბიჭიკო. აბა ახლა შოთა შაირიც მითხარი. ეგ რომელი? სულ ერთია. თუნდაც ვახ სოფელო რაშიგან ხარ. ვახ სოფელო რაშიგან ხარ. რას გვავრუნებ, რასნე ჭირსა. ყოვლინ შენი მონდობილი ნიადაგმსა თემებს წირსა. თასა იყვან სადაურსა. სადაღუფხრისა ძირსა. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა. ყოჩახ ჩემო ბიჭიკო. ესეც კარგად დაგიხსომებია. აბა ახლა წადი და ითამაშე. ბაბუა მარკოს, როდესაც მიყვან ჩემს სოფელში? გიშინია ჩემო ბიჭიკო. მალე წაგიყვან შენ სახლში. მადლობა ბაბუა მარკოს. ცირა მომეცი დოქი მე წამოვიდე. არა მე თვითონ. მომეცი. შეხედე მაყვალი. მოკრიფოთ ხვიჩა. ცირა. ხვიჩა. შენ მალე დახვალ, ხო? ხო, მალე. მეც მინდა წამოვიდე შენ სოფელში. დავიდე. ბედნიერად იმგზავრე შენი ჭირიმე შენი შვილო. ბედნიერად. შვიდობ, ხვიჩა. ცირა. გამოემშვიდობე, ხვიჩა. ცირა. როდესაც დიდი გავიზრდები, ჩამოვალ და გნახ. დავედი. ბედნიერად იმგზავრე. კარგად იყავი, ხვიჩა. არ დაგვივიწყო. ხვიჩა, აი შეხედე. ზერები რომ მოსჩანან იქ შენი სოფელი. შენი დედმამა და ძმები იქ ცხოვრობ. შეიძლება შენი ნანა ერთ-ერთ ცერიდან აქეთ იყურება. ჩვენ კი მას ვერ ვამჩნევთ. ნუ მოიწმინე ჩემო ბიჭიკო. სულ მალე მივართ იქ. როდის ბაბუა მარკო? ეს დღე ჩქარა გავიაროთ და საღამოზე ჩინიქნებით. ხვიჩა, მოდი, შემომიჯეთი ჯორჯი. არა, მე ფეხით წერული მიჩემ. კარგი. აი, ფართეზოლივთ რომ ისდევ შულო დაბლავებს, დინარეს გიონი. იმ დინარეს რომ ქვევი ჩაყვე, თვალუჩდენელ ზღვას მივადგები. იქ,
სადაც რიონის ზღვას უერთდება, ჩვენი ძველი ციხეა. იქ ახლა ურჯულო ფაშაზის. ის იქიდან ბავშვებს სტამბოლში გზავნის. შენც იქიდან გაგაგზავნიდნენ ხვიჩა რომ ჩემო სამშობლო ვარე მომკალით აი სიუგარი ადარი სამართალი სად ვაი ჩვენთა ამ გზაზე დავდივარ და ასეთი ხელმძღვანელი ჯერ არ წამოსულა. სტამბოლში სირცვილით თვალს ვერ გავასწრებ. რა თქმა ფალი იუსუფ ეფენდი. შენ პატივცემულო 50 თვე მაინც მოხდა. ამიერიდან წვების საყიდლად მე გურჯისტანში წამსვლელი არა. მე და რა მიზეზია? სულ მაგიმერეთის მეფემ სოლომონმა გაგვიკუჭა საქმე. ხვეთა გაყიდვა სრულებით ასწეთა. ეხლა მობენ რუსეთს დახმარებას თხოვა. ალლა ალლა ხმადღე გძელოს ფაზილ ფაშა კიდევ კარგია რომ პატარა ბიჭი მიფეშკაშა საჭიროა გახიდე ეფენდი кайფაც მოგცემი ასამო ვარს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს ეს დენაქარი არ ჩადგა შენიტე ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია გულში ზაიდო მოდი ნარდი ვითამაშოთ ვითამაშეთ რამე რეგიონზე ვითამაშოთ თუ მოვიგებ ხარბეჭა ვაშკაცი რომ გირევია წვეებში ის ჩემი იყო გაგიჟდი ის ერთადერთი მიმყავს თვალ საჭიროა ისიც ნარჩი წავაგო მე თუ მოგიგებ შენ რას მოგცე ჩემი გძელთმიანი სალომე შენი იყოს Hasan, რა უყოთ, სულ ტირის და ტირის ეს წეული ქალი. ზღვის მაგმა ყურთას მენა წაიღო მაგის მამოთქმა წუწული. გინდა დავამშვიდო. ალბათ ქმარი თვაგონდება. ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაშკაცი იქნებოდა მისი ქმარი, თაიცა. ხანუმ ეშე ხანუმ ხანუმ რატომ დირი გაჩუნდი არ გესმის შეურჯულო შენა მაგათ თავისი წუხარება არ ეყოფა რომ გიაურო ვისობა და ხარის მინკარება აი შენი გიაურა შენ შეშუ ბეში ეს შაში ესეთ ბეში შინდები თუ ნულაკე
ეხლა კი გამოემშვიდობე შენ ახალ ციხეს. აიუსო, დაიძონ! იბრაგიმ, ამოდიჩერი! მაინც ხუბე! აი ამან ეს ხომ ზაიდოლას წვია. უჭველი ეგ იქნება შფოთი სამტეხი. დასკათ მაგასაცი შოლტი. უჩქარო. გავიგო ჯერაშია საქმე. შფოთი სამტეხსა და უნამუსოს რატომ ორასიც არ ერგება? უსამართლოდ ნუირჯებით. გვაკმარათ ამდენი დამცირება თორემ იცოდეთ. ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულს. რატყნადით? და შოშმიდით. დამაგებინეთ რაშია საქმე. აი, აბარებსა და შეურაცხო ხალი. ჩხუბი მაგის ბრალია. ეგ უნდა დაისაჯოს. ამ შემთხვევაში ჰასანი შემცვარია. დედაკაცე აშკარად ამგვარად არ უნდა მოქცეოდა. ეს იბრაჰიმის ოინებია. ორი წუთი კიდევ რომ დამცლო და შენ სახალხის ნახტში მოგიგებდი. მე შენთვის მithოვნია შენმა მეთვალყურებმა ჩემს წვებს ხელი არ ახმო. ვაჰ, კაცნო, ვერ გამიგია რა ცილსამწამებს ეს ადამიანი. ერთი ახლა თქვენსა, როგორ გეყადებათ სოდაგრები? ეს გურჯები დაუცხრომელი ხალხია. და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ჰეი, დაიყვან ჰასანი. ისინი შინ დაბრუნდებიან. ჩვენ ვერასოდეს. აი სტამბული. შვენიერი ქალაქი. ნურ ოსმანიეს მეჩეთის გვერდით ტყვეთა ბაზარი იყო. აქ ვაჭრობდნენ ცოცხალი ადამიანები. აქეთ გამოიყვანეს. Hüseyin ağamız, Hüseyin ağamız. Etili ostüğün mokutları, salam babama. Salamin. Salamin.
ასალამ ალეიკუმ, ალეიკუმ სალამ ჰუსეინ აღა, მობძან. რა ცოტა ტყვეები ჩამოგიყვანი ეფენდი. ჰუსეინ აღა, გურჯისტანში არ მიდის საქმე კარგად. სამწუხაროა, ძლიერ სამწუხაროა. გურჯია? არა, ჩერქეზია. კარგი საქონელია. კარგი. შუმად შეკისერ მოსატახოთ არა, სულ ზაღაცხავინეს. ეს ვინ ტირის? ხვებიჭია. შეიძლება ვნახო? ახმედ, გამოიყვანე ეგ ბიჭი. რატომ ტირი ბიჭუნა? გურჯია? გურჯია. სახელი რა ქვია? ხვიჩა. ხვიჩა, კარგია, კარგი. შენისთანა ბიჭ ტირი როგორ ეკადრებ? კარგი აგებულებისა. დიახ. ჩინებული მამლუკი დადგება. ეფენდი, დავაჭიდოთ. ყაბული ვარ. ის დავაჭიდო. აბა, გაიქეცი. მოიყვანე ვინმე. ეს ხომ ყოლი არ არის. ხვიჩა, დაეჭიდები ამ ბიჭს. ჩემ თუ ამას წააგდე, აი შენი საქმე. აბა, ალექა. ეგრე უყურე, ეგრე ოჩახ. ახლა როგორ? შენ ვაჭარი ხარ. მე აგერ საქონელი, აგერ ფული. სოფდაგარო, იცოდეს უკანასკნელია. ალლაჰ, რას ამბობ? ამდენი ფულით მთელ რაზმს შევად. ნება შენი. საქონელი ხომ თვალწინა. ვიცი, ვისთვისაც გინდა. ეფენდი. არ ბძანე ჰუსეინ აღა. მარტო ფაზილ ფაშას ფარჩის ქსოვლი რომ უფეშკაშე 50 ნეჯიდიე მაინც ღირდა. კარგი მამლუკი დადგა. რასიზა, ასეთიანება უზენაესისა. ჰუსეინ აღა, მეც ვიყიდე ერთი გურჯი. მინდა გამოვცადო, ღონიერია თუ არა. მოდი, შენს ფალავანთან ვაჭიდაო. ხვიჩა, კიდევ ვიჭიდავებ? მოიყვანეთ ბიჭი. ხვიჩა! გოჩა, ნახიანო, აქ რა გინდა? ხვიჩა, შენც მოგიტაცე? აქი ამბობდი ასე და დავიკარგებიო. აკრი ერთად, ეხლა ერთად დავშორ, კარგი არ დავშორ. ხვიჩა, რა არის ეს ბიჭი შენ? ჩემი სოფლელია, დღეს ერთად წემსავ. ბატონო ჩემო, დიდად დამავალებ თუ ამ ბიჭს დამიდე. საფასურს იმდეს მოგართმევ, რამდენი ცალი უსუპს მივეც. მე პირიქით, მინდოდა მეთხოვნა რომ ეს ბავშვი ჩემთვის დაგეყო. ქართველები და ჩერქეზები კარგი მეომრები. მე მათ მხოლოდ ეგვიპტელ მამლუქთათვის ვიყიდე. ამიტომაც კარგ საფასურს გაძლევ. მეც ეს ბავშვი ვენეციაში მივყავს. ერთ დიდ ბატონისათვის საჭმელი. ყველა დროს თუ დავკარგავ ჰუსეინ აღა. ბავშვი წამოიყვანე. მე შენთან წამოვა. ამოდი. ჩემი ხვიჩა. ამოდი. გოჩა. აქ მიდიხარ. გამიძი. გამოიყვანე. ხილად ვიდოდე თეოკათის დავგზავნა შენსა და მოიხსენე რამე თუ ბოროტის ძლევს კეთილსა ყოველგან. ჰუსეინ აღამ სხვა ტყვეებით ბევრი იყიდა ეგვიპტელ მამლუქთა ბეგებისათვის და გზას გავაკა. მამლუქი არაბულად თეთრ მონას, ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. ეგვიპტის სულთნები თავიანთი მხედრობის შესავსებად მამლუქებს აგროვებდნენ და მათგან სამხედრო რაზმებს ადგენდნენ.
მამლუქები ისე გაძლიერდნენ, რომ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კაიროსა და მთელი ეგვიპტის სვებეთს განაგებდნენ. ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უხილავს არაფერი. ნათქვამი არაბულ ზღაპარში. მისი მიწა ოქროა, ცამის თავზე სასწაული. 18 საუკუნის მეორე ნახევარში მამლუქთა მხედართ მთავარმა ალიბეგმა ხვანთქრის წინააღმდეგ აჯანყების დრო შეაფრიალა და ის მთელი ეგვიპტის ხელმწიფე გახდა. Повелитель, привели главарей восставших филахов. Заключить их в крепость. ბრძანებელო, სოვდაგარი ჰუსეინ აღა გიახლათ. ჰუსეინ აღა? ჩქარა აქ დამიძახე. ასალამ ალეიკუმ, სულთან ეგვიპტისა და ფლობელ ორი ზღვისა. აქეთ, ჩემო ჰუსეინ, ამ ბალისზე ჩამოგწან. სხვა, ჩემო ჰუსეინ, როგორი ვაჭრობა? როგორი მგზავრე? ვაჭრობა ძლიერ ნაკლებია მბრძანებელ. რათაო? მოგეხსენებათ გურჯისტანიდან ტყვეთა დენა მეტად შემცირდა. მაგრამ მე შენთან ბრძანებელო ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი. ერთი გურჯის ბიჭი მოგიყვანე. ოჩახ, ჩემო ჰუსეინ. აბასადა? თქვენ საფარეშოში გახლავთ. ბიჭი საჩქაროთ მომგვარონ აქ. პატარა ქართველო. ახლა მოდი. ნუ გეშინია. სახელი რა ქვია ჩემ პატარა გურს? მაჰმუდი ბრძანებელ. არა, ხვიჩა. შენ მაჰმუდი ხარ. ხვიჩა. Mahmud. Oçaq. Აბა ჩემო ბიჭუნა, ახლა მოიწი ჩემთან. მეომარია. მამელუკადაა დაბადებული. ცხენზე ჯდომა, იცი ჩემო ბიჭუნა? ვიცი. ой, ისეთ ცხენზე შექსლამ, რომ მისი ბადალი ქვეყანაზე არ იყოს. ბიჭი ძალიან მომწონს. ამას ვეჭველად, ჩემს სახელობაზე გავხდი. ჩინებული აზრია დიდებულო. აბდავა! დაიყვანე ბავშვი, მოასვენე. აბა გახტევი, მაჰმუდ, გახტევი. الله أكبر أشهد أن لا إله إلا الله محمود заигитхе Во имя Аллаха, милостивого, милосердного. Во имя Аллаха, милостивого, милосердного. Сахелита Аллахиса, моцкалиса, бцкалобелиса.
ხვიჩა მაჰმუდად წოდებული მამლუქთა შორის იზრდებოდა. წინათ თუ მას სახარებაზე წვრთნიდნენ, ეხლა ყურანს ასწავლიდნენ და სალაშქროდ ამზადებდნენ. უმაღლესის დასყიდელი მიეძღოს მას, ვინც მოგდეს ბრძოლის ველზე იარაღით ხელში. სულ მოკლე ხანში მაჰმუდი ხვიჩა ნამდვილი მამლუქი გახდა. არ მეგონა თუ გაიგონებდა? ვინ არის ის? ალიბეგი შვილობილია. რა ლამაზი მაწვილია. ძალიან მარდი და ღონიერია. იცი ზეინაბ, მაჰმუდი შენი სამშობლოდან უნდა იყო. ვინ გითხრა? არ ვიცი. ჩვენი ბატონისაგანაც გამიგონია. შორდით. მაჰმუდ! მაჰმუდ! მეცნაურა, მაგრამ ის არ უნდა იყოს. გამარჯვებას მოგილოცავ, მაჰმუდ. შენ დაიმსახურე სასახლის რაზმის უფროსობა. დღეს მოხვალ ჩემთან სასახლეში. ალლაჰი მოშენი მადლობ. მაჰმუდ, მეც მოგილოცავ. ამიერიდან აღმავლობისკენ გზახსნილი გაქვს. მოგილოცავ. მაჰმუდ, რას დუმხარ?
რაც ჩამოგტირი სახე. დღეს ალბათ შენ ძალიან დაიღალე. ასლან, რას უცდი? გაგვამხიარულე. ახლავე მბრძანებელ. ალბატონო. ალბატონო. ნუ გეშინია ჩემი. მითხარი მხოლოდ საიდან ხარ? რომელ ქვეყნიდან? ვინახართ? ბაღმუთი.
მიიღეთ ჩემგან საჩუქრად. აი ნახე, შენი სახელი მოვქარგე. მე კითხვა არ ვიცი. მე გასწავლი უცქირე ხ ვ ი შ ა ხვიჩა. ძირა მე ვარ ხვიჩა მე. უკვე წელიწადია რაც ვიტანჯები ამ ციხეში. ძირა ეს ის მარია. როგორც კი დაგინახე მაშინ მეკიცარი. არ მეგონა თუ დას მე კიდევ შეხვდებოდით ერთმანეთს. ხვიჩა, ჩემო ძვირფასო. მე მომკლავ აქ მარტო. ნახე. ახლა კი წადი. დაგვინახავენ. ძირა ასან მე სასახლეში მიდივარ, წამოდი. გაგეპევით ბატონო. შეაჩვენე მამლუქთა ბეგები. ისრიოთ მათვე. მამლუქთა ბეგები არ ბებდნენ დავიწროებდნენ ეგვიპტ და მშრომელ ხალხს, რის გამოც მათ რისხვას და წევლა გულას იმსახურებდნენ. ალლახის ყევლა და კრულვა, შენა და შენს მოდგმა. ამ წევლა კულვას ვერასც და მაჰმუდიც, რომელიც ისედაც გაუბედურებული იყო. Дармоеды, живей, живей! Ты почему не работаешь, негодяй? А ну, живо! С тех пор, как я попал сюда, вот так и мучаюсь, пока не сойду в могилу. Что поделаешь? Эй, ты! Такова наша судьба. Откуда ты родом? Приветствую вас, господин. Не помнишь? Когда меня похитили, я был очень маленький. Но я так знаю. Вот за этими горами море, а за морем высокие, очень высокие горы. Там я родился. Туда можно только перелететь. А мы не птицы.
ზეინაბი სად არის? ავად გახდა, ჩემო ბატონო. რა მოუვიდა? მოედანზე ვიღაც უნახავს თავის ქვეყნიდან და მას აქეთ სულ სტირის და ამბოსტყმს. ვინ არის ის? მაჰმუდია, ალიბეგის შვილობილი. მაჰმუდი? გარეშე მტრების შემოსევათაგან დაუძლურებულ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებას თან სდებდა უდიდესი ბოროტება. ტყვეებით ვაჭრობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მე-18 საუკუნეში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი გახდა. ყოველწლიურად ათასობით ყმაწვილები და ახალგაზრდა ქალები მიხავდათ უცხო ქვეყნებში. ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დააღვრივა შავი ზღვის ამ სანაპიროზე. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. უკვე თუ ვინმე წარჩინებული ან მდაბიო, აზნაური ან უაზნო, შემდგომად წვრილად გამოძიებისა, აღმოჩნდება დამნაშავე ადამიანების ყიდვა-გაყიდვაში, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და იქნეს ასეთი განუჟელად დაბრმავებული. ხოლო უკვე თუ ვინმე ქთამს აიღებს და თვალს არ დასწრის დამნაშავეს, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და დაშთობილ იქნეს იგი.
დაღიას, ამიტომ მეძახიან. მე ასე დაგჭება? მე რა? დედაჩემ მითხრა, არსად არ დაიკარგებ, ყველგან მოგძებნით. Koça, davide. Koça, palatne gamodi, isode gitsi. Moval, Koça, moval, damelode. გავიდა დრო. მაჰმუდი გაათავისუფლეს, რომ ბრძოლის ველზე გამოესყიდა თავისი დანაშაული. ის ინიშნება რაზმის უფროსად. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. იდება ალლა! დაუმარჯოს მამლუქთა უძლეო ლაშქარს! მამლუქ! ძირფასო მხედრებო! ეს ჩვენ ძეთად მოწოდებული ჰამიდბეგის ნაცვლად ახალი სარდალი უნდა განვასწროთ. დაასახელეთ ძმანო ღირსეული კაცი. ჩვენი საზრი ვინ უნდა დაინიშნოს? ვინ დავასახელოთ? ასლანბეგი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. გახსოვთ? ჩვენმა ჯარმა სეუტას ალყა შემოარტყა. მინდოდა ერთი შეტევით ციხე აგვეღო. მამულუქნო! ვის შეახდა მაშინ მტრის გალავანს? მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი. ჩვენ ვინ გაგვამარჯვებინა? იმ მამლუქმა მაშინ 100-ის თაობა მიიღო. ის ვინ იყო? თანო და თანამოაბჯერენო. მე არც კი ვიცი ვინა ვარ. სადაური ვარ. მხოლოდ ვიცი რომ მამლუქი ვარ. ხმალი ჩემი დედმამა. ლავი ჩემი, სიმტკიცია ჩემი. eur თქვენთაგან სახსოვს, 100 ზუანთან მოგვიხდა ბრძოლა. გახსოვთ 1000-ის თავი. მამაღლა რომ შესკივლა, ხმალი შეათამაშა. ვით შევარდენი, რის რაზმში შეიჭრა და გამარჯვება მოგვაპოვებინა. ვინ იყო ის 1000-ის თავი? ებეთ მანგრევების ქვემოთ ჩვენი რაზმი იდგა. გარს ერთხა და ჩვენზე თავხედურ იერის ფლამოვდნენ. მაშინ ვინ იყო ის მამლუკი რომ დაიძახა? ამხევით ძმებო! აიჭი გააქანა. ატბართამე თაურს ხარდამხარეთ გერა. ერთი დარქმით
თავი გააგდებინა და ჩვენ გამარჯვება მოგვაპოვებინა. ის ვინ იყო? ახუდი! ალახსურს მაჰმუდი გახდეს მამლუქთა მხედართმთავარი და იქმნას ასე. Mahmud Bey! Mahmud Bey! Aha! დარჩინებულო. უკვე დაგონილი გექნებათ. რა მოულოდნელი ამბავი მოგივიდა. ალექსანდრიაში გადმოუსხავს თავისი ჯარი ფრანკთა ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტს. გათავხედებულმა ფრანგებმა გაბედეს ფეხი შემოედგათ ჩვენს სამფლობელოში. დაგაჩქარებით მოიწევენ ჩვენსკენ საომრად. რა სიტყვით თქვენ მეგებო? რა უყურთ, მოგზანდეთ. ჩვენ საქმე დავხდები. ვერ გამიგია რისთვის მოდის თანმოკლე ფაშა ჩვენზე. რა დაგვიშეებია მისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი? რა უნდა ჩვენგან? გონი ამ გამოლაშქრებას რაღაც მიზეზი უნდა გქონდეს. მიზეზთა გამოკვლევა ჩვენ ახლა ახალს ვერაფერს შეგვძენს. თავი და თავი მიზეზი მაინც უცვლელი რჩება. ის კაცი გვეუბნება, ბიჭი ვარ და მოვდივარ. ბიჭები ხართ და დამხვდითო. დავხვდებით. დავხვდებით. ჯარისკაცნო, 40 საუკუნე გადმოგცქერით თქვენს წინ აღმართულ პირამიდების სიმაღლეებიდან. მაჰმუდ ბეგი მამლუქთა ლაშქრის მარჯვენა ფრთას სარდლობდა. მას წილაწყთა შეტაკება ფრანგთა ცხენოსანი ჭარდა.
ხანმოკლე ფაშამ არ დაამოვნა. თავის კავალერიას საჩქაროდ სარბაზნები და ქვეითი ჯარი მიაშველა. თეთრი! მიზნებენ ეს კოპაკები. მომყევით! გარჯულის ხალხი ფრანგებს არ გვაქვს. ვენეციელები მე. არ შეგარჩენ იაურო. ამლუკნო! წინ! Vai, nana. Vai, nana. ვინ ახარ შენ? ვერ აქცნობ? სადღაც მინახავს ეს კაცი. გუჩა! დაღიანო! Guccia. 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 Čemu dzvirpaso? Vermitani. Me ხვიჩა ვარ. ხვიჩა. გესმის?
ღმერთო ჩემო, რა დამსაჯე. ნუ თუ ყველაფერი ეს ცხადია. ცხადია. ვინ ახარ შენ? მამლუქი, ქართველი, სად არის შენი სამშობლო? არ გინდა გაიგო როგორ არიან, სად არიან შენი მშობელი დედა, მამა, სად არის შენი ქოხი, შენი პეხურა? არ მოგონებია ისინი შენამშორეულ ქვეყანაში. დრო გადიოდა. შენ შეეჩვია ხალ ცხოვრებას. ბედმა გაგიღიმა, საბრალო მონიდან დიდების მიწვერვალს მიაღწია. ეხლა კი სად არის დიდება? ეს არის ჩემი დიდება, ჩემი სიმდიდრე, ჩემი საუნჯე, ჩემი სამშობლო. მე მოგგალ შენ. შენმა ხვიჩამ მოკლა შენ. მე რისთვის? მახმუდბეკ, ცოცხალი ხარ? მახმუდბეკ, ასე გაქვებული რამ გაგაჭირა? ჩემი რაზმი სადღა? მურადბეკმა შესაძლებელად მოგზავნა. სასწრაფოდ გიბარე. ეს რა ამბავია? შაფარ, ხეს უდგეხ. დამოკლეთავთან შენი მასკარი გაანადგურა. აღმო, ეგები შენ გიცდია. შენებ დაპირილია. რა გაქვეყნებულ ხარ? ვერ გამიგე რას დაჩერები ხარ ამ გიავის. ვენეციელია სისტამია. ვიღაც ძაღლი ძაღლულად სადაღლებულა. ვინ არის ვენეციელი? ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე გისწენ. ხომაც შეიშო. ალლაჰი. სად არის ალლაჰი? უსამართლობა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრავლობა მისი მოციქული. მამლუქთა ბიცუალა და რთული დაგნა? ქნებ ფრანგების მოსყიდულია. ათვილი შესაძლებელია. ამით სირაგნი დაიფანტა ეს კი აქ ხუნებლად გამოწიმულა. არ შეგამედო! გიაურუ! მამლუქის ძვირფასი სამოსელი ეცვა. მეორეს ვენეციელი პარტიელის მუნდირი, მაგრამ არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი. ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.